გამარჯობა. ეთერშია თესეუს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სატელევიზიო ჟურნალი. დღეს გადაცემას სოფიო სახვაძე და ანიტ აბაღუა გავუძღვებით. დღევანდელი გადაცემა მთლიანად პროფესიულ განათლებას, მის მნიშვნელობას და დღეს არსებულ გამოწვევებს შეეხება. გადაცემაში მოისმენთ საინტერესო ინტერვიუსაც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე უპასუხებს ყველა მნიშვნელოვან კითხვას პროფესიული განათლების შესახებ. მოკლედ, ყველაფერს, რაც პროფესიული კოლეჯების შესახებ გაინტერესებთ, დღეს ჩვენ გადაცემაში მოგიყვებით. სოფი, ცოტა უცნაური კითხვა მაქვს. შენი აზრით, რამდენად პრესტიჟულია პროფესიული განათლების მიღება? პირველ რიგში გეტყვი, რომ ჩემთვის განათლება მიღებული ცოდნის ხარისხით იზომება და არა მისი მოდურობით ან პრესტიჟულობით. მეც მაქვს უმაღლესი განათლება, თუმცა ახლა პროფესიულ განათლებასაც ვიღებ და ალბათ ეს უკვე არის პასუხი შენ კითხვაზე. უმჯობესია ახსნა, რატომ დაგისვი ეს შეკითხვა. პროფესიული განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. ამაზე სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს, თუმცა ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ უმაღლეს განათლებასთან შედარებით პროფესიული განათლების მიღება ნაკლებად პრესტიჟული და საამაყო იყო. რა ხდება დღეს? როგორია საზოგადოების განწყობა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული გახდეს? ვნახოთ ირინკა ჯანდიერის და ნიკა მამადაშვილის სიუჟეტი. ამქარი, სხვადასხვა ხელობის ხელოსნურ ვაჭრული გაერთიანება. ასე განმარტავს სპარსულიდან შემოსულ და ქართულში დამკვიდრებულ ამ სიტყვას ლექსიკონი. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ეს იყო ხელოსანთა ერთგვარი კორპორაცია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი წესდება, გერბი და იერარქია. ხელობის მცოდნე ყოველთვის დაფასებული იყო. შესაბამისად, ამ ქრებს შეგირდებიც არ აკლდათ. პროფესიონალები ზრდიდნენ მომავალ თაობებს, გადასცემდნენ მათ ცოდნას და გამოცდილებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პროფესიული განათლების ჩანასახი საქართველოში. მე-19 საუკუნეში კი გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სამქროებში, ქარვასლებსა და სოფლებში ქაოსურად გაფანტული პროფესიული განათლების ელემენტები ერთ სისტემაში მოაქცია და პროფესიული სწავლების პირველი პრეცედენტი შექმნა. 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა საკუთარ მამულში, წინამძღვრიად კარში გახსნა საქართველოში პირველი, ევროპაში კი ერთ-ერთი უძველესი პროფესიული სასწავლებელი, სამეურნეო სკოლა, სადაც ისწავლებოდა ყველაფერი, რასაც სოფლის მეურნეობა მოიცავს. სკოლამ პროფილი გასაბჭოების შემდეგაც შეინარჩუნა. ის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმად გადაკეთდა. საბჭოთა კავშირი პროფესიულ სწავლებას ახალისებდა, თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბდა აღქმა, რომ პრესტიჟული მხოლოდ უმაღლესი განათლებაა. პროფსასწავლებლებს კი თავს ისინი აფარებენ, ვინც უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ შეძლო. უმაღლესის დიპლომი წარმატებული და რეალიზებული ადამიანის სინონიმად იქცა. ეგრეთ წოდებულ ტექნიკუმში სწავლა კი ცოტა არ იყოს სათაკილოდ მიიჩნეოდა. მე ვარ გარი გავაზიანი, მე გავხდები მაგარი პილოტი. მე გავხდები პროფესიონალი ოფისის მენეჯერი. გავხდები მაგარი მეღვინე. მე ვიქნები ძალიან მაგარი შეფი. ეს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობაა. საქართველოში, სადაც პროფესიული განათლების სისტემის ფორმირება ფაქტობრივად თავიდან დაიწყო. გატარდა რეფორმა, გაიხსნა ათობით პროფესიული კოლეჯი. ჩამოყალიბდა კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ აბსოლუტურად ყველა აბიტურიენტმა უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბაროს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დასაქმების ბაზარზე სწორედაც პრაქტიკოსი სპეციალისტების დეფიციტი იყოს. და არ არის აუცილებელი ყველა ამთავრებდეს უნივერსიტეტს. იმის გამო, რომ დედას ასე ამოვნოს, მამას ასე ამოვნოს, ყველა ბავშვმა უნდა განსაზღვროს რა უნდა და თავის შესაძლებლობების მიხედვით გადაწყვიტოს ხელოსანი უნდა რომ გამოვიდეს, იურისტი, ეკონომისტი თუ მზარეული. ცოტა ევროპული შეგნება შემოვიდა მე მგონი საქართველოში და ხალხი მიხვდა, რომ არც ერთი სახის შრომა, ასე ვთქვათ, ბოდიში სლენგისთვის არ ტეხავს. ყველა სახის პროფესია ძალიან კარგია, როცა კარგი პროფესიონალი ხარ. ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რაც უნდა, შეიძლება უნივერსიტეტში ჩააბაროს და დიპლომი აიღოს, მაგრამ ის საქმე არ უყვარდეს, შესაბამისად ჯობია დიპლომი არ ქონდეს და იყო რაღაც სხვა საქმეში პროფესიონალი, ვიდრე ქონდეს დიპლომი და იყო ფუნქცია იმ საქმეში, რაშიც დიპლომი აიღე. ეს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა. ადგილი, რომელიც ავტომანქანის ნებისმიერმა მფლობელმა იცის. აქ 90-იანი წლების შემდეგ თავი მოიყარეს პროფესიონალმა ავტოინჟინერებმა, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და 10 წლეულების განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდეს.
ადამიანები, რომლებმაც ხელობა პრაქტიკული მუშაობისას შეისწავლეს, ადასტურებენ, რომ ამ საქმეში თეორიული სწავლება არანაკლებ მნიშვნელოვანია. მე მაგალითად ბიძა მასწავლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა პროფესიული განათლებას მინდა გითხრათ. ამის გარეშე რო ვთქვათ, არ შეიძლება რა. ვინმე უნდა იყოს, ან მე, ან შენ, ან პირობითად ვიღაცა უნდა იყოს. ძალიან საჭირო რაღაც არის. პროფესიონალებმა უნდა ასწავლონ და თვითონაც პროფესიონალი გამოჩნდეს. თეორიულად როცა იცი და გასწავლიან ხო, მე უკვე პრაქტიკაც უფრო სწრაფად გადის, ვიდრე თეორიები. მარტო დამოუკიდებლად პრაქტიკაში რო ხარ. პროფესიული განათლება საჭირო არის ყველასათვის, უნდა მიიღო ეს პროფესიული განათლება. ახალგაზრდები ისწავლიან და ცხოვრება აღარ გაუჭირდებათ, რაღაცა თავის შემოსავალი ექნებათ და რა ვიცი, კარგი იქნება. მოძველებული შეხედულება, თითქოს ხელობის სწავლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, გარკვეულწილად გავლენას ახდენს ახალ თაობაზეც, თუმცა სტერეოტიპული აზროვნება თანდათან იცვლება. თვითონ ბავშვებს აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ აუცილებლად უმაღლესი თუ არ მოვეწყვე, დავუშვათ არაფერი არ გამომივარ. ჩემი აზრით სკოლებიდან რო დაიწყოს, რომ პროფესიულ განათლებაზე ესე ვთქვათ, გაკვეთილებიან, მიეწოდოს ინფორმაცია ხალხს და ბავშვებს. განათლების სისტემამ, რომ რაც უფრო მეტი დაინტერესებული ხალხი წამოვიდეს ამ კუთხით. მე ახლა თელი ჩემი ცხოვრება ბელგიაში ვცხოვრობდი, თელი ჩემი ბავშვობა იქ გავატარე. და იქაც ძალიან აფასებენ ხელობას. სკოლაშიც როცა ხარ, უკვე შეგიძლია აერჩიო, ან ხელობა თუ გინდა, ან გააგრძელოს სწავლა და იმის მიხედვით უკვე საგნებს ირჩევს თვითონ სკოლაში და იმის მიხედვით გააგრძელოს თავის სწავლა და კარიერა და ყველაფერი. ჩემი აზრით დღეს ძალიან გვაკლია პროფესიული განათლება და უბრალოდ მიხვდნენ ადამიანები, რომ ძალიან კარგია, რომ მაგ განხრით მიიღო ეს განათლება. შეცვლილია ახალგაზრდებში მიდგომა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პროფესიულ სასწავლებელს ჩაბარება ჩემი აზრით სათაＫიველად აღარ ითვლება. პროფესიული განათლება, რომ სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, ამას სტუდენტების მზარდი რაოდენობაც ადასტურებს. მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ იზრდება პროფესიული კოლეჯების რიცხვიც. დღეისთვის საქართველოში სტუდენტები განათლებას 84 სასწავლო დაწესებულებაში იღებენ. ესენია პროფესიული საჯარო და კერძო კოლეჯები, ასევე პროფესიული მომზადების ცენტრები. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რაოდენობას, სტატისტიკა მზარდია. 2020 წელს პროფესიულ სასწავლებელში 7905 სტუდენტი სწავლობდა. 2023 წელს კი პროფესიულ კოლეჯში 16222 სტუდენტმა ჩააბარა. მადლობა სიუჟეტის ავტორებს. როგორც ჩანს, ვითარება ნამდვილად იცვლება და საზოგადოების მეტი ინფორმირება ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი ხარისხის სასწავლო სისტემა, პრაქტიკული გამოცდილება და სტაჟირება, ინოვაციური სასწავლო გარემო, მხარდაჭერა და კარიერული განვითარება, ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება. ეს არის ფაქტობრივად ყველა კრიტერიუმი, რომლითაც ფასდება კარგი პროფესიული სასწავლებელი. სწორედ ასეთია კოლეჯი IC, რომელსაც ანიტა ბაღუა ჩვენ გადამღებ ჯგუფთან ერთად ესტუმრა. ვნახოთ სიუჟეტი. მეღვინეობა, მევენახეობა, ელექტროობა, თმისა და სილამაზის მომსახურება, მეფუტკრეობა. რა შეიძლება აერთიანებდეს ამ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ პროფესიებს? ეს კოლეჯი IC-ია, სადაც სტუდენტები ამ და კიდევ სხვა პროფესიებს სწავლობენ. აქ იმდენი რამ ისწავლება, რომ აუცილებლად დაგჭირდება ვინმე, ვინც ამ ყველაფერს გვაჩვენებს. აი, მარიამიც მოვიდა. გამარჯობა. მარიამ, წავედით. რადგან კახეთში ვართ, ყველაფერი ღვინით და რთველით უნდა დავიწყოთ. სხვათა შორის მარიამიც მეღვინეობას სწავლობს. მარიამ, რატომ აირჩიე მეღვინეობა, მევენახეობა? პირველ რიგში რადგან კახელი ვარ, მეორე ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის მევენახეობა, მეღვინეობა და მესამე მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ქალი მეღვინეები ცოტანი ვართ და რატომაც არა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამომივა. რა თქმა უნდა. მე ვსწავლობ კოლეჯ IC-ში, მევენახეობა მეღვინეობაზე. ანუ მოგეხსენებათ, კახეთში ვინახი ყველას აქვს და მაინტერესებდა, მინდოდა რომ გამეღმავებინა უფრო ცოტა თან მამა პროფესორი ცოტნას, მინდა რომ თანამედროვე ცოტა შევუფარდეთ თან მუშაობ ღვინის ქარხანაში და მინდა რომ პრაქტიკულად ვაკეთებ, ასევე ვისწავლო თეორიულადაც აქ. ეხლა ღვინოს ვაკეთებ, ხურზენის, ცრავ, ვუცრავ და საკაროტებელს გავმარჯოს.
ამ კოლეჯში მიღებული ცოდნით უფრო გავაუმჯობესე ჩემი ბიზნესი, უფრო მოუმატე ფუტკრის ოჯახები, დავამყნე კვერცხი, ავიღერძე, შხამი, მტვერი, ბევრი ცოდნა შევიძინე ამ კოლეჯში. ჩვენ ნახეთ მევენახეობა, მეღვინეობა და მეფუტკრეობა და რა გვაქვს შემდეგი? ეხლა წავიდეთ და ვნახოთ ხის მხატვრული დამუშავება, საექცნო საქმე და კულინარია. წავედით. სკოლაში ვასწავლე გეოგრაფიას, ვარ ასევე სპეციალობით ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგი, მაგრამ აი ამ ყველაფრის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ კოლეჯში მოსულიყავი და მიმოვხა დამატებითი სპეციალობა. ეხლა ვსწავლობ კუბიკების საწყობა, რითაც შეიძლება გაკეთდეს ჯამები ხისა, აი დაფები და საჭრელი სამზარეულოს დაფები და სხვადასხვა ესეთი კომბინაციები შეიძლება გაკეთდეს ძალიან კარგი რამე. ამ პროფესიის შესწავლის სურვილი პატარაობიდან მქონდა და როცა უკვე გავიზარდე და დამოუკიდებელ ცხოვრებასაც მივეჩვიე, კოლეჯში გადავწყვიტე წამოსვლა და წელს მეც მოვხდი ამ პროგრამაზე. კოლეჯს ყველაზე დიდი უპირატესობა ის აქვს, რომ ბავშვებს აქვთ საერთო საცხოვრებელი, არ უწევთ დიდი მათგან სიარული, უწყობს ხელს, რომ არ გააცდენ ლექციები და უფრო კარგად შეისწავლონ ის მასალა, რაცაც სწავლობთ. საღამოობით გავდივართ ეზოში, ვსეირნობთ, თამაშობთ გურს და სხვა ასეთ რაღაცებს. კაჭრეთი გატარებული დრო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მარიამ სუხთის მადლობა შესანიშნავი მასპინძლობისთვის. მადლობა მარიამ. მადლობა თქვენ. ჩვენ კი გადავინაცვლებთ ალვანში, კოლეჯ აისის ერთ-ერთ ფილიალში, სადაც სტუდენტები არანაკლებ მნიშვნელოვან და საინტერესო პროფესიებს სწავლობენ, ასე რომ წავედით. ჩამოვედით ალვანში, კოლეჯ აისის კიდევ ერთ ფილიალში, სადაც მეგზურობას გაგუწევს ამავე კოლეჯის სტუდენტი მეგი ჭილაშვილი. გამარჯობა მეგი. გამარჯობა. მეგი, თავად რა სწავლობ აქ? მე სწავლობ თმის და სილამაზის მომსახურეობას. და რის სინახვა შეგვიძლია? ყველაფერს რაც სილამაზეს შეეხება. კარგი, მაშინ წავედით. ეხლა მოვედით ხატვის კაბინეტში, სადაც მიმდინარეობს ლექცია და სადაც არიან ჩემი კურსელები. აქ ვსწავლობთ ფერთა მიმოცვლას. არ ვიცოდი რომ ამას სტილისტები სწავლობდნენ. რა თქმა უნდა, ამას ვსწავლობთ, იმიტომ თმაზე ფერი სწორად დავცვათ და არ გაგვიჭირდეს თმაზე მუშაობა შეღებვის დროს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ პროფესიას ავირჩევდი. ვარ სამი შვილის დედა, პლუს ეს კოლეჯი ხელს გვიწყობს ჩემი პატარების ყურადღების მიქცევაში, როდესაც აქ მომყავს ბავშვები, გვაქვს საბავშვო ოთახი სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი. გადავწყვიტე, რომ მქონდეს სალონი ჩემთან სოფელში, ჩემს ეზოში და ამისთვის საჭიროა მქონდეს პროფესია. ამიტომაც ვარ ახლა აქ. მოკლედ ეს კოლეჯი ჩემზეა მორგებული. ძალიან მიხარია, რომ არსებობს ეს კოლეჯი და არ არის შეზღუდული არც ასაკი, ვისაც უნდა მოვა და ისწავლის, არც ფასიანია, უფასო დავდივარ და გვასწავლიან, რაც კი შეიძლება რომ ისწავლებოდეს ქალისათვის მით უმეტეს. კიდე ეს ძალიან კარგი ადგილია.
ვარ 17 წლის სკოლის მოსწავლე. კოლეჯში ასწავლიან ისეთ რაღაცას, რაც შემიძლია კერამიკის დამთავრების მერე გავაგრძელო და მაქვს სურვილი, რომ ისევე ვიარო ამ კოლეჯში. დასრულდა ჩვენი სამდღიანი ტური კოლეჯ AIS-ის ფილიალებში. AIS-ში იმდენი და ისეთი საინტერესო პროფესიები ისწავლება, რომ ცოტა დარჩენაც კი მომინდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ სწავლას იბერემდეო. თუ თქვენ ცეთანხმებით ამ გამონათქვამს, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ პროფესიულ კოლეჯებში ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ გახდეთ სტუდენტი. ალბათ არ გაგიკვირდათ AIS-ის სტუდენტობა რომ მომინდა. AIS-ი რეგიონში ნამდვილად სამაგალითო კოლეჯია. სოფიო სახვაძე კი დედაქალაქის გამორჩეულ პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრა. ხის მხატვრული დამუშავება, კულინარიის ხელოვნება, მხატვრული ქსოვა, საოფისე საქმე, ელექტროობა. ეს იმ სასწავლო პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც კოლეჯი მერმისი გვთავაზობს. მერმისი 1964 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. კიდევ რა პროფესიებს შეგიძლიათ დაეუფლოთ მერმისის სიუჟეტიდან შევიტყობთ. თუ გაქვთ ჰობი, რომელიც გსურთ რომ წარმატებულ პროფესიად აქციოთ, ან უბრალოდ ახალი პროფესიის შესწავლა გსურთ, მაშინ ამ კოლეჯის შესახებ მეტი უნდა გაიგოთ. ეს არის კოლეჯი მერმისი და აქ დიდობას გაგვიწევს მისი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი თამარ ბაზავაშვილი. გამარჯობა თამარ, თქო გაგვიწვე და გაგვაცნო შენი კოლეჯი. მადლობა. მოდი პირველ რიგში შევხედოთ მერმისის ფაბლაბის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა სილმაზებს აკეთებენ აქ. გამარჯობა. გამარჯობა. Facebook-ის მეშვეობით გავიგე კოლეჯი მერმისის შესახებ. შემდეგ გავიკითხე მეგობრებში, ძალიან კარგად დამიხასიათეს. ის შემდეგაც მოვედი, დავათვალიერე მერმისის შესაძლებლობები და მომეწონა ხის მხატვრული დამუშავება თანამედროვე მეთოდებით. ჩავაბარე მოკლევადიან კურსებზე. ის შემდეგაც მერმისმა მომცა იმის საშუალება, რომ დავსაქმებოდი ადგილზე მერმისის კოლეჯში და დღესდღეობით ჩვენი კურსის შემდეგ ვმუშაობ მერმისში და ჩემს ცოდნას უზიარებს სხვა ახალგაზრდა სტუდენტებს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ცოდნაც აქ მივიღე და დასაქმებაც. სტილის უნდა ესმოდეს, ასე რომ ვთქვათ, გეომეტრიაც ცოტა, ქიმიაც ცოტა, უნდა ესმოდეს ადამიანთან ურთიერთობა. გახდა საჭირო პროფესიად დღევანდელ ცხოვრებაში, რადგან ემსახურება სილამაზეს და ადამიანის ბედნიერებას, ესე რომ ვთქვათ და ამიტომ არის შემოსავლიანიც, წარმატებულიც და ამის გამო დღეს ხალხი დაინტერესდა, რომ იყოს წარმატებული და ქონდეს თავისი ნორმალური შემოსავალი ჩვენ სფეროში. ეს გახლავთ თექის სახე ოსმალ თეხი, სადაც შეისწავლება თექის დამზადების ტექნოლოგია თანამედროვე სტანდარტებით. ვსწავლობთ 18 თვის მანძილზე. საუკეთესო გზა არის, ვინაიდან როგორც არის თეორიული სწავლა, ასევე პრაქტიკული, რაც უფრო გვეხმარება
ჩვენი მომავლის განვითარებაში, ვინაიდან უშუალოდ ყოველდღურად გვაქვს თითქმის შეხება პროდუქტებთან და ამ 18 თვეში ჩვენ იმხელა შედეგს გვაძლევს ეს კოლეჯი. შეიძლება სხვაგან 4-5 წლის მანძილზე ისწავლო და ასეთი შედეგი არ დადო. ყველაზე მეტად ამ კოლეჯში რაც მომწონს ის არის რომ არის ინტეგრირებული. მე-9 კლასიდან გამოვედი და დავზარგე ის 3 წელი. ჯერჯერობით პირველი კურსის მოსწავლე ვარ და ამჟამად რაც მაქვს ყველაზე კარგი ნამუშევარი ეს არის თოვლიანი ზამთარი და ეხლა გაჩვენებთ რა დონეზე მინდა რომ განვითარდე ამ სფეროში. როგორი დიზაინერი მინდა საბოლოოდ გავხდე. აი ესეთი არის. ვფიქრობ რომ მივახწე მაგ დონემდე. ეს სივრცე არის პრაქტიკული ოთახი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ნივთები, როგორ უნდა იყოს განლაგებული სასტუმროს ოთახში. ამ ოთახში წარმოდგენილი არის ორადგილიანი საწოლი, სადაც არის თეთრეული, პირსახოცი, ხალათი და ჩუსტები. აქ არის წარმოდგენილი კარადა, სადაც არის სეიფი, ჭიქების ასვლისთვის, დასუფთავების ურიკა, სადაც არის თავისი საწმენის საშუალებები. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა მოდულებს, როგორიც არის სასტუმრო ადმინისტრირება, სტუმართმასპინძლობის შესავალი, საკვების ასასმელების მომსახურება, მიღება განთავსებისა და დაჯავშნის მომსახურება და სხვა. თებში უნდა იყოს 2 სანტიმეტრით დაშორებული, მაგრამ ეს ჩვენი თითები არის სანტიმეტრი. ამ და მარკეტ დადებით რომ მერმისში ჩვენმა გიდმა გარე სივრცეში გადმოგვიყვანა. თამარ, აქ რა უნდა გვაჩვენო? გადმოვინათლეთ ბოქსებში, სადაც ბიჭები სწავლობენ ყველაფერს, რაც მანქანას ეხება. ასეთია თბილისის სანიმუშო კოლეჯი, სადაც როგორც უკვე გითხარით, თქვენი ჰობი შეგიძლიათ წარმატებულ პროფესიად აქციოთ უმოკლეს დროში. აქ ყველაფრის შესწავლა შეგიძლიათ დაწყებული კომპიუტერული ტექნოლოგიებით, დამთავრებული ხეზე მუშაობით. აი ეს მოსასვენებელი სივრცეც კოლეჯის სტუდენტების მიერ არის გაკეთებული. როგორი სამაგალითოც არ უნდა იყოს კოლეჯი თავისი მოდულების მრავალფეროვნებით თუ ინფრასტრუქტურით, ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მაინც მასწავლებელია. როცა საქმე პროფესიულ განათლებას ეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი თავად იყოს პრაქტიკოსი პროფესიონალი. სწორედ ასეთ ადამიანს ესაუბრა სალომე ჭიკაძე. და ახლა ის მოგვიყვება, როგორი იყო შეფმზარეულ მანუელ ფაუნდეს ბარანდას გზა წარმოებიდან აუდიტორიამდე. სიცოცხლე გემოების გამას ჰგავს, ნაზი ტკბილიდან მწარემდე. ამ ნოტების მართვა მხოლოდ ნამდვილ ოსტატებს შეუძლიათ. სწორედ ასეთი ოსტატია მანუელ ფაუნდეს ბარანდა. ეს სიუჟეტი მოგითხრობთ გზაზე, რომელიც წარმოებიდან აუდიტორიამდე მივიდა. და მე გავსაუბრობ ფილმის შემუშავებაში და პროდუქტები მაქსიმუმ 15 გრამ. ყველაფერი კულინარიით არ დაწყებულა. 38 წლის ასაკში მანუელი კულინარიის მოყვარული, სინქრონული მთარგმნელი იყო, თუმცა მთარგმნელის კარიერა სამზარეულოს მაგიაში გაცვალა და წარმატებული შეფმზარეული გახდა. ატომღა რატომღა ჩათვალეს, რომ მე ვარ უკვე მზარეო. და მე უკვე ერთმა ნაცნობამ მომიწვია თავის
რესტორანში და მითხრა მინდა რომ მენუ გამიგეთ. პირველი მცდელობა იყო წარმატებული, შევტოვე. ამ გზაზე იყო კარიერული წარმატებები, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, სატელევიზიო შოუები და ის რაც ყველა პედაგოგისთვის უმთავრესია, წარმატებული და დასაქმებული სტუდენტები. შერჩევასთან დაკავშირებით ვიყავით ერთსულოვანი. პირველ ადგილზე გასულ კონკურსს წარმოგიდგენთ, ეს არის ბექა გველებიანი. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის არის მადლობა. 2006 წლიდან მანუელი კოლეჯ იკაროსში, საერთაშორისო სამზარეულოს ლექტორია და ცოდნას კოლეჯის სტუდენტებს უზიარებს. ამბობს, რომ პროფესიულ სასწავლებელში პრაქტიკულ საქმიანობას და რეალურ საწარმოო გარემოს უდიდესი დატვირთვა აქვს. ამ სფეროში უნდა იცოდე აუცილებლად საწარმო. ჩვენი სასწავლებელი არის უფასო, მინდა გითხრათ, რომ ის რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, არის საკმაოდ დიდი დანადგარების კუთხით, გვაქვს ძალიან კაი, ასე ვთქვათ, დანადგარები. ასე რომ თავარია სურვილი. ძალიან ხდება გული, როცა ხედავ, რომ ზოგიერთ სურვილი არა. საწარმოო პრაქტიკამ და პროფესიულ კოლეჯში მიღებულმა გამოცდილებამ შედეგი გამოიღო. კოლეჯის სტუდენტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც საქმდებიან. შვეიცარია, შეერთებული შტატები, ესპანეთში, გერმანია, რა თქმა უნდა. მე მგონი საკმაოდ ბევრი კიდევ. აი, ეს მშვენიერი კარგი. ნახევარი აირე და საკმარისი. ლექციებზე დეტალურად მის ისტორიას, რაც ინფორმაცია აქვს, მაქსიმალურად გვაწვდის. გამოცდილება აქვს ძალიან დიდი, პედაგოგიური, ძალიან კომფორტული არის, მოკლედ, შეფ მანუელთან სწავლების პროცესი. რატომ არ წავიდა სამუშაოდ და საცხოვრებლად ესპანეთში? ეს არის კითხვა, რომელიც მანუელს არაერთხელ მოусმენია. დავით დოიაშვილი მეკითხება, რატო არ ჩამოხვედ? ნახე, გაიხედე გარშემო რა ხდებაო. და მე ამოვიღე ტელეფონი, მოგზალებული აგარაკების ყვავილები ვაჩვენ. ახლა სიმბოლურად რო ვთქვათ, ძალიან ბევრი ყვავილია. ძალიან ჩემი სამსახური, ჩემი მეგობრები, ჩემი შვილები და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ყვავილი. მანუელ ფაუნდეს ბარანდას ყვავილებიანი ბაღი. დაგზა, რომლითაც მასწავლებელსა და სტუდენტს ერთად შეუძლიათ დიდი მიზნებისკენ სვლა. გზის ბოლოს კი ყველაზე დიდი ჯილდო, ერთი უბრალო, მაგრამ გულწრფელი სიტყვაა. მადლობა. ვფიქრობ, ამ რეპორტაჟების ნახვის შემდეგ მაყურებელმა ნათლად დაინახა, რა ფართოა იმ პროფესიების სპექტრი, რომელთა შესწავლის საშუალებასაც პროფესიული სასწავლებლები გვაძლევენ. მოვუყევით პრაქტიკოსი მასწავლებლის შესახებაც, მაგრამ ადამიანებს გვიყვარს წარმატების კონკრეტული ისტორიები. ამიტომ ახლა ანა ადამაშვილი უნდა გაგაცდოთ. ანამ რამდენიმე წლის წინ წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოკლე გზა პროფესიული განათლება აირჩია და მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში ჩააბარა. როგორ გახდა ანა წარმატებული რეჟისორი, ამას სოფიო სახვაძის სიუჟეტიდან გავიგებთ. მე ვარ ანა ადამაშვილი, თესეუს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ბავშვობიდან იყო ჩემი ოცნება რეჟისორობა, თუმცა სხვა განხრა ავირჩიე და შემდგომ როდესაც კოლეჯის შესაძლებლობის შესახებ გავიგე და განსაკუთრებით იმის შესახებ, რომ სწავლება იქნებოდა პრაქტიკული, მივხვდი, რომ დავბრუნებოდი ჩემი ბავშვობის ოცნებას და ავირჩიე ეს კოლეჯი და მიმეღო პროფესიული გამოცდილება. ყველაზე საინტერესო იყო გადაცემა პარაშურზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც ვაკეთებდით სიუჟეტებს და ვიღებდით ისეთ გამოცდილებებს, რომლებიც არ იყო მხოლოდ მაგალითად რეჟისორის, იყო ჟურნალისტის, მემონტაჟის, ოპერატორის და ამ გამოცდილებების გვიგროვდებოდა ისეთი ცოდნა, რომელსაც 4 წლიანი სწავლების მანძილზე უნივერსიტეტში ვერ მივიღებდით. სწავლების ამ პერიოდში მივიღეთ ისეთი გამოცდილება, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაგროვებდით, თუ ვიმუშავებდით კონკრეტულად ამ განხლის რომელიმე პროდაქშენში კომპანიაში ან ტელევიზიაში. ჩემი პირველი სამუშაო პირველიც, მეორეც და მესამეც იყო კოლეჯიდან. კოლეჯის ლექტორების რეკომენდაციით. პირველი სამსახური იყო ტელევიზიო ფორმულაში, შემდგომ იყო ირაკლი ჭაკაბაძესთან სერიალზე სიყვარულის მიღმა, ჯერ სცენარისტად, შემდეგ რეჟისორად და დღემდე მოვდივარ ასე კოლეჯის ლექტორების რეკომენდაციით. წავიდა!
კოლეჯამდე ვიყავი ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო გუნდთან ერთად მუშაობა და იყო ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ყველაფერი საკუთარ თავზე აეღო. როდესაც რეჟისორი ხარ, გჭირდება ოპერატორი, მემონტაჟე, გრაფიკოსი და სწავლობ მათთან ერთად მუშაობა. კოლეჯში სწავლების მეორე წელს გავდიოდით გია ჭანტურიასთან სერიალის გადაღების სპეციფიკას, რა დროსაც მოგვიწია ყველა ჩვენი განხრით მყოფ სტუდენტს გაერთიანება და დავიწყეთ პირველ ჩვენ საერთო მასშტაბურ პროექტზე მუშაობა, რომელსაც ერქვა ტექნიკური ხარვეზი. სცენა 1, დუბლი 5-1. წავიდა. ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა ის მთავარი პროექტი, რომელმაც გაგვაერთიანა, გვასწავლა ერთად მუშაობა და შემდგომ იმის სურვილი გაგვიჩინა, რომ სხვა პროექტებზეც ერთად გვემუშავა. საბოლოოდ კოლეჯის დასრულებისას ჩავაუყარებთ როგორც პროდაქშენი და დღემდე ვაგრძელებთ უკვე 2 წელია გასული კოლეჯის დასრულებიდან და დღემდე ვაგრძელებთ მუშაობას და საერთო პროექტების კეთებას. დუბლი 505. მე ვარ ანა ადამაშვილი, ქეთა ჭიკაიძე, შაკო ჭყიტაშვილი, ლუკა ფანქველაშვილი, კიკო ადამაშვილი, გიორგი ჭიტაძე, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და Plan-B Production-ის თანადამფუძნებელი. რეჟისორი, მემონტაჟე, ოპერატორი. Plan-B Production-ი არის პროდუქშენი, რომელიც მუშაობს რეკლამებზე, სერიალებზე, ახალ პროექტზე, ქაფლაკზე. ქაფლაკის გადაცემა არის დაალაგების კონტენტზე. ვეხმარებით ისეთ ხალხს, ვისაც აქვს მენტალური ან ფიზიკური პრობლემები და ამის გამო ვერ ალაგებენ სახლებში. გამარჯობა, მე მარიამ დიდებაშვილი გამარჯობა, მე მარიამ დიდებაშვილი ვარ და ეს Plan-B-ის ახალი YouTube პროექტი ქაფლაკია. მე მოგიყვები და შენთან ერთად აღმოვა ჩვენს სახლებს, რომლებიც წლების მანძილზე არ დაალაგებულა. ჩვენი მთავარი мотиваცია, როდესაც ამ ყველაფერს ვიწყებდით, იყო ის, რომ არ გვემუშავა სხვა ადამიანების პროდაქშენში, იმდენად კომფორტული გახდა ერთმანეთთან მუშაობა და იმდენად გვესმოდა ერთმანეთი, რომ ადამიანებს, რომლებსაც 10-15 წლის მერე უჩნდებათ мотиваცია, რომ გახსნან თავიანთი პროდაქშენი, ჩვენ იმ მომენტიდან დაგვეწყო, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დაუშვით, რა თქმა უნდა, ბევრჯერ წავიქეცით და ბევრჯერ მოგვიწია ფეხის მომწრება, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდექით და ვიცოდით, რა გვჭირდებოდა და რაღაცა საერთოსი რო გჯერა, ამ საერთო მიზნისთვის ისწრაფდე შრომ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის გამოგივიდა მით უმეტეს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც შენაირად სჯერათ ამ ყველაფერს. ანა ადამაშვილის წარმატება ნამდვილად არის თვალსაჩინო მაგალითი. ანუ ჩვენ გვაქვს პროფესიული სასწავლებლები და პროგრამები, გვყავს წარმატებული სტუდენტები და რა არის კიდევ საჭირო? მიზანი ან ოცნება, რომელსაც მიზნად აქცევ. ამის შემდეგ გასავლელია გზა მიზნიდან შედეგამდე. სწორედ ამ გზას გადის ახლა საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი ნუცა ცქიფურიშვილი, რომლის შესახებაც უფრო მეტს ნატალია ალუღიშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ. პროფესიული განათლება საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი სეგმენტია, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ სპეციალიზებული ცოდნა და რეალური გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, რომელიც 1922 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა, დღეს დამოუკიდებელი სასწავლებელია და 2024 წლის მონაცემებით 1000-მდე სტუდენტს მასპინძლობს. აქ მომავალი პილოტები და ავიასპეციალისტები მომზადებას გადიან, რათა პროფესიონალები გახდნენ. მოეწრავ რომელიც CPU ფირმებს, იმათაც ცალკე აგიხსნით მოკლე ინფორმაციას. ამ კაბინეტში არის თვითმფრინავის სიმულატორები. მოდი ვნახოთ რა როგორ მუშაობს. ესე იგი, ეს არის ჩვენი airspeed, ანუ სიჩქარის მაჩვენებელი, ეს არის ჩვენი artificial horizon, ანუ ჰორიზონტის მაჩვენებელი. მოდი ახლა ვაფრინდეთ. იმისთვის რომ ვაფრინდეთ, ჩვენ უნდა ჩვენი ასე ვთქვათ თროსტი მივწიოთ ბოლომდე და ჩვენი სიჩქარის მაჩვენებელი როცა გვაჩვენებს 80-ზე, ეს მოვწიოთ ჩვენზე. ამურალმა მიგახვედრა რომ იმყოფებით აეროპორტში. კერძოდ კახეთში, აეროპორტში მიმინო. ჩვენი მასპინძელია მფრინავი ნუცა ცქიფურიშვილი.
გამარჯობა. გავფრინდეთ? წავედით. კიფურიშვილი საავიაციო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის სტუდენტი და მომავალი მფრინავია. მან თეორიული სწავლა უკვე გაიარა და ახლა თელავის აეროპორტში პრაქტიკულ უნარებს ითვისებს. ნატალი, ეს არის ჩვენი ტექნიკური მომსახურების საწარმო, სადაც უტარდება თვითმფრინავების დათვალიერება, ტექნიკური, სანამ ჩვენ ჩაგვარდება ბორტები, მანამდე ამოწმებენ ინჟინრები, უსაფრთხოების მხრივ, რა თქმა უნდა, და ვაწერთ ხელს, გამოვყავს ბორტი და ვიწყებთ ფრენას. უნივერსიტეტს თელავში აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას უსაფრთხო და რეალურ პირობებში ივარჯიშონ. აეროპორტში არის თვითმფრინავები და ყველაფერი, რაც მომავალი ავიასპეციალისტების პრაქტიკული მომზადებისთვის არის საჭირო. ნატალი, ახლა ვიმყოფებით ანგარში, სადაც უშუალოდ თვითმფრინავებს უტარდება ტექნიკური მომსახურება, რის შედეგადაც გვბარდება მფრინავებს. ფაქტობრივად გაგაცნობ მოდელებს. პირველი მოდელი არის ტექნა იმენტორი, რომელიც არის იტალიური თვითმფრინავი. შემდეგი მოდელი არის Cessna 152, რომელიც გახლავს ამერიკული თვითმფრინავი. რაზე ფრენის შემდეგაც ვასრულებ ფრენის კურსს. როდის გადაწყვეტე, რომ მფრინავი უნდა გამხდარიყავი და რატომ? ძალიან პატარა ასაკში, სადღაც მეორე კლასში უკვე დამაინტერესებდა რა ხდებოდა შიგნით და ძალიან ჩვეულებრივად ოცნება დავისახე მიზნად და მოვიყვანე რეალობაში. როდესაც პირველად ჩაჯექით თვითმფრინავში ინსტრუქტორის გვერდით ღელავდი თუ არა? იმ დონეზე მძაფრისრული მქონდა ფრენის, რომ ღელვას არ გადაუფარია ის ემოცია, რასაც ფრენა მანიჭებდა იმ მომენტში. გაფრენამდე ჩეკლისტის მიხედვით მოწმდება თვითმფრინავი. კაბინის დათვალიერებასთან ერთად გარეგნულად ხდება თვითმფრინავის შემოწმება. ყველაფრის შემდგომ კი ძრავის გახურება და გაფრენა. Mic request startup. როგორ შეიძლება ეს არ გიყვარდეს? სულად გეთახმები. მოსახვედრად პირველი ეტაპი არის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის ცნობის აღება, რაც ხდება კომისიის გავლის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპი არის შიდა გამოცდა უნივერსიტეტის, რაც მოიცავს ინგლისურის B2 დონის გამოცდის, გასაუბრების და ჯანმრთელობის ცნობის აღების შემდგომ ხდება თეორიული კურსის დაწყება. უშუალოდ რაც შეეხება პროგრამას და სწავლას მოიცავს 13 საგანს. პული სტანდარტებით ხდება სწავლება უნივერსიტეტში. არ არის ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი თუ გულით გინდათ. ასევე უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი აღჭურვილობა. შეუწყოს სტუდენტს ხელი განვითარებაში, კარგად სწავლაში. გვაქვს სიმულატორის კაბინა, იდენტირებულია რეალურ კაბინასთან და ასევე გვყავს ახალი თვითმფრინავები, რომელსაც კადრშიც ხედავთ ალბათ. სულ ახალი თვითმფრინავები არის იტალიურები და რაც ევროპის სტანდარტებში ჯდება, ეს ამას მინდა ხაზი გავუხსნა კარგად. შედარებით ლუცას და მიმინოს. ლუცა სწავლებთ თავის თვითმფრინავებთან. და მე დარწმუნებული ვარ, ერთხელ ვიქნები იმ სახაერო ხომადის მგზავრი, რომლის მეთაურიც ლუცა იქნება. წარმატებები ლუცას, დარწმუნებული ვარ, ერთხელ ჩვენც აღმოჩნდებით მის ბორტზე. ყოველთვის როცა საქმე განათლებას ეხება, დღის წესრიგში დგება დასაქმების საკითხიც. პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა მიღებული ცოდნა საქმეში უნდა გამოიყენონ. დამსაქმებელს კი კვალიფიციური კადრები სჭირდება. დღეისათვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოს რკინიგზაა. ვნახოთ როგორია კადრების მოთხოვნა მიწოდების სისტემა ერთი კოლეჯის და ერთი დამსაქმებლის მაგალითზე ნინო ამარიანის სიუჟეტში. ავდარი დაბრკოლება გზაზე. საქარე მინის მიმართულებით ნასროლი ქვა. ასეთია იმ დაბრკოლებების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც შესაძლოა მატარებლის ნებისმიერი მემანქანე გადააწყდეს. თუმცა ამ კადრებში ყველა დაბრკოლება ვირტუალურია. მემანქანე ახლა შტადლერის ფირმის სამგზავრო მატარებლის სიმულატორს მართავს. მემანქანის გვერდით თანაშემწეზის. სიმულატორის სამართავ პულტთან კი ინსტრუქტორი, რომელიც ვირტუალურ გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებას ქმნის. მეზობელ აუდიტორიაში სიმულატორზე მიმდინარე პროცესებს თვალს სხვა სტუდენტები ადევნებენ. სიმულატორების გარდა სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას თბილისის სალოკომოტივო დეპოში გადიან.
დუალური, ანუ ანაზღაურებადი პრაქტიკული სწავლება რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯის ერთ-ერთი უპირატესობაა. სარკინიგზო საქმის სიყვარულის გარდა სტუდენტებისათვის უმნიშვნელოვანესი მოტივაცია გარანტირებული დასაქმება, რომელსაც საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს. პროფესიული სტუდენტის სწავლის ძირითადი მიზანი არის, რომ უმოკლესი გზით შევიდეს დასაქმების ადგილზე და ჩვენი კოლეჯი ამას უზრუნველყოფს. ყველა პროგრამა არის შემუშავებული ისე, რომ კვალიფიციურმა პირმა, სტუდენტმა, რომელიც დაასრულებს და კვალიფიკაციას მიიღებს, მზად იყოს საქართველოს რკინიგზაში წარმატებული დასაქმებისთვის. ძალიან კარგია ის შესაძლებლობა, რომ ადამიანს აქვს 100%-იანი გარანტია იმის, რომ დასაქმდეს ამ კონკრეტულ სფეროში. რაც შეეხება კიდევ ერთ პლუს, ის არის, რომ სწავლის პროცესში თეორიულ ცოდნასთან ერთად ვღებულობთ პრაქტიკულ უნარჩვევებს, რაც გვაძლევს იმის საბაბს, რომ ვიყოთ უფრო თავდაჯერებულები, როდესაც შევუდგებით ჩვენს საქმიანობას და არ შემიძლია გამოვტოვო ის, რომ ეს პრაქტიკული კურსი არის ანაზღაურებადი, რაც ჩემი აზრით ყველასთვის ძალიან დიდი პლუსია. რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯი საქართველოს რკინიგზის და განათლების სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით 2014 წელს დაარსდა. აქ სტუდენტები სწავლობენ ყველაფერს, რაც რკინიგზას უკავშირდება. შესაბამისად, პროფესიული კოლეჯი სრულად აღჭურვილი ტექნიკით და ინვენტარით, რომელიც 8 ძირითადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლას სჭირდება. კოლეჯის აღჭურვაში დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო პარტნიორებმა. სარკინიგზო სპეციფიური პროფესიები გახდა მილევადი ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში ქვეყანაში და ჩვენ როგორც პირველ რიგში იმ კომპანიამ, რომელსაც სჭირდება ეს საკადრო რესურსი, გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო პლატფორმა შეგვექმნა სარკინიგზო პროფესიების განათლების მიცემისთვის პირველ რიგში ადამიანებისთვის. საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შევქმნით ეს კოლეჯი, ყველა ის კურსდამთავრებული, რომელიც პროგრამას დაასრულებს, ჩვენ გვაქვს აღებული უპირობო ვალდებულება, რომ მათ დავასაქმებთ საქართველოს რკინიგზაში შესაბამის პოზიციაზე. ისინი, ვინც რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯი უკვე დაამთავრეს, საქართველოს რკინიგზაში მუშაობენ. რკინიგზა ზრუნავს კურსდამთავრებულთა როგორც დასაქმებაზე, ასევე კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სწავლობდი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში. სანამ მე მანქანის თანაშემწე გავხდებოდი, ვიყავი ზეინკალი, ავიმაღლე კვალიფიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შეგირდისთვის, სტუდენტისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს და პროფესიული განათლება მიიღოს. პროფესიული სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ვიცოდი, რომ დამასაქმებდა საქართველოს რკინიგზა წინსვლის პერსპექტივით და ეს იყო ჩემთვის დამატებითი მოტივაცია. რკინიგზა, რომელსაც 152 წლიანი ისტორია აქვს, დღეისათვის საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ქვეყნის მასშტაბით კომპანიას 11,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი ჟურნალისტების რეპორტაჟების მეშვეობით გავიგეთ, როგორ განვითარდა პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში მე-19 საუკუნიდან დღემდე. ახლა კი დროა ვნახოთ ინტერვიუ თამარ კვინიკაძესთან. ქალბატონი თამარი არის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი და სწორედ მისგან გავიგებთ, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს პროფესიული განათლება და რა გეგმები აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მოგესალმებით, გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც პროფესიული განათლების განვითარების მიზნით გატარდა ბოლო წლებში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. უამრავი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა და ახალი ინიციატივა. ეს გახლავთ ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, კვალიფიკაციების გადახედვის და განახლების პროცესი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის მიმართულებით, მაგრამ მაინც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის უფრო მეტად შემოყვანა პროფესიულ განათლებაში. აი მოკლევადიან პერსპექტივაში რა უნდა შეიცვალოს ძალიან სწრაფად პროფესიული განათლების სისტემაში? ყველაზე სწრაფად უნდა შეიცვალოს ის პროგრამები და კვალიფიკაციები, რომლის მიწოდებაც ხდება მოსახლეობისთვის, ის უნდა პასუხობდეს დღევანდელ თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენი ადგილობრივი შრომის ბაზრის და აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით სასწავლო პროგრამების გაგრძელება, რაც 2024 წელს სისტემურად დაიწყო და ხელმისაწვდომობა თავისთავად ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მოსახლეობისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ამიტომაც 2024 წელს დავიწყეთ ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა საჯარო სკოლებში. რა რჩება დღემდე პროფესიული განათლების მთავარ გამოწვევად საქართველოში? პროფესიულ განათლებაზე ცნობიერების ამაღლება.
მოსახლეობაში ძალიან ბევრია კიდევ სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პოპულარიზაციის მექანიზმებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, ახალგაზრდების ჩართულობა გაცილებით მეტია სხვა ქვეყნებში პროფესიულ განათლებაში, ვიდრე საქართველოში. როგორი უნდა იყოს პროფესიული განათლება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში? პროფესიულმა განათლებამ უნდა მიაწოდოს ეკონომიკას და შრომის ბაზარს კადრები, ძირითადი კადრები. ეს არის მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქვეყნისთვის, ასევე აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი და სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ჩვენ უნდა გავზარდოთ კვალიფიციური კადრები, რომლებიც კონკურენციას უწევენ საერთაშორისო შრომის ბაზარს. არაჩვეულებრივი რეფორმები განხორციელდა, ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში საკმაოდ წინ ვართ და ევროპასთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა დღეს კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ამ მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ შედეგებზე გავალთ და ჩვენ ვიქნებით ის მყარი გარანტია, რაც ქვეყნის ეკონომიკას წარმატებულს გახდის. გმადლობთ საინტერესო ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანა, მადლობა. ნამდვილად ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მოიცვა შენმა რესპონდენტმა. და იმედი მაქვს, რომ მაყურებლისთვის, მოქმედი და მომავალი სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იყო. მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ტელეჟურნალი ამით დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა რომ გიყურეთ.